ორი თამაში რო იქნებოდა ყველა ველოდი თამაში და გაამართლა ჩვენი მოლოდინი, მაგრამ ესეთი ცუდი თამაში არ არის დაუბრალოდ ვიფიქრობ დღეს თავზე ზემოთ საქართველოს ნაკრებმა რაღაც სასწაული თამაში მოატრიალა და მოვიგეთ ეს ბიჭების დამსახურება ფილმში მათ უნდა მადლობა გადაუხადოთ მიუხედავად ძალიან ბევრი შესაბამისად ძალიან ცუდი თამაშისა ჩვენ 10 თავი ყველაზე მთავარ მიზანს მივახცეთ და მოვიგეთ თამაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია დასვენებოდა როგორც ვიძახით დამთავრდა დღევანდელი თამაში და უნდა ვიფიქროთ როგორ შეხედეთ ნაკრების თამაშს სულად განსხვავებული ტაიმები იყო პირველ ტაიმში საერთოდ არაფერი არ გამოგდიოდა არც დაცვაში არც თავდასხმაში და მართალია არც ენერგია მე მგონი არ იყო ჩვენი მხრიდან მაგრამ მეორე ტაიმში ძალიანაც შემოატრიალეთ თამაში ვიცი რომ არ იყო ეს ლამაზი გამარჯვება რაც როგორც ჩვენ გვინდა როგორც ჩვენს გულშემატკივრებს ქართველებს უნდათ მაგრამ საბოლოო ჯამში მოგება ზუსტად ამისთვის ჩამოვიდეთ ჩვენ აქ რომ მოგიგოთ თამაში არ იყო ლამაზი მაგრამ მივიღეთ დავიღოთ ამ გამარჯვებას და გავაგზავნეთ შემდეგი თამაში ჩეხეთთან არის აგრეთვე მინდა აღნიშნო რომ რთული იყო დღევანდელი თამაში თვითონ ფსიქოლოგიურად წინა თამაშის შემდეგ რომ მოსაგები თამაში დავწმეთ და ბევრის twinში და ბევრის თავში ისე უნდა ეს თამაში ტრიალება ერთ-ერთი მაგარი მეოთხე მაგრამ კარგია რომ საბოლოოდ გავიგეთ პირველ რიგში სამწუხაროა რომ ესე მობილიზების გარეშე გამოვედით და მივეცით 20 ქულით გაქცევის საშუალება იმ შემდეგ უკვე შესვენებად შევედით ვისაუბრეთ ჩვენ შეცდომებზე ვისაუბრეთ რომ აგრესიულად მოგვეთამაშა დაცვაში და თავდასხმაშიც და გამოვედით და ქართველობით მოვიდით პირველ რიგში და შემდეგ უკვე სწორი გავაკეთეთ და